ილიას ტურუა იცავს, შემდეგ დაცვაში 22 ვაკო ბაჩიაშვილი, 37 ივან ფატიჩი, 27 შოთა კერძევაძე, 25 რომან ჩაჩუა. შემდეგ 23 მოიყვანა მან უკვე გუნდი. რაც შეეხება სტუმართა შემადგენლობას, რა თქმა უნდა, სამტრედიაში არსებულ ვითარებასა და სხვა. ახლა კი სტუმართა შემადგენლობას გადავხედოთ. მე-17 ნომრით კარს ლაზარე კუპატაძე იცავს. შემდეგ დაცვის ხაზი მარცხნიდან მარჯვნივ 12 ლუკა ლაკოხელიანი, 88 გიორგი რეხუიაშვილი, 4 გაგი მარგველაშვილი. იანის ადგილს ერთი სიტყვით საბურთალოს სასტარტო 11-ეულს, რაც ახასიათებს ხოლმე ყველაფერს ხედავთ, შეტევაში განლაგებული ფეხბურთელები არიან. ერთნაირი და თითქმის მსგავსი კომპლექტაციისა და მოცემულობის, რომელთაც შეუძლიათ ძალიან აქტიურად მაღალ სისწრაფეზე გაცვალონ პოზიციები და თანაბარი წარმატებით შეასრულონ ერთმანეთის საქმე. რაც შეეხება დედაქალაქელთა თავკაც, გია ჭიაბრიშვილი გახლავთ, ახალგაზრდა ძალიან საინტერესო ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარსადგენის შემადგენლობის ბოლო ვადა და ეგრეთ წოდებული დედლაინი, სწორედ ამ დღეს აქვს ცენტრალური ნახევარმცველიდან ამ პოზიციაზე თამაშის ყველაზე დიდი გამოცდილება, სწორედ ახალაძეს აქვს გვარაძე იყო კარგი ართმევაზე, ვნახოთ ჩაჩუა უნდა დაუხვდეს აქ ვაგნერ გონსალვეს ჩაწოდება. საკმაოდ დიდი დატვირთვების ფონზე თამაშობს სამტრედიის ძირითადში მიჯრით, საკმაოდ ბევრი თამაში აქვს ჩატარებული. უცბად ნამდვილად არ გამოიყურება დიდი რაოდენობით შავი სამუშაოს შესრულებას უწევს ახალგაზრდა ქართველ შემტევს. აქ სტურუა არ იყო დამაჯერებელი დარტყმა და 0-1. 0-1 ახლა თავიდან ბოლომდე შევდივარ სამტრედიელთა გოლკიპერის მდგომარეობაში, ელემენტარულ სიტუაციაში დაშვებული შეცდომა. არაერთხელ უნახავს ფეხბურთის გულშემატკივარს და ამ საჩუქრით ისარგებლეს დედაქალაქელთა საბურთალო, ვნახოთ განმეორებით. თუ სწორად შევნიშნე, დავით ვოლკოვი უნდა იყოს გატანილი მიჯრით მეორე შეხვედრაში. შეაგდო ვოლკოვმა გოლი, კი ბატონო, ასეც არის ილიას ტურუას, რაც საბოლოოდ როგორც დავინახეთ, არ გამოვიდა. არა უშავს თავარია ახლა ამ საკმაოდ სწრაფი გახლავთ. სამ ცენტრალურ მცველში, ორი ცენტრალური მცველი არის ფლანგის ჩაჩუა და ჯგერნა. იქ ვოლკოვი შეიძლება დარტყმა გაიხედა კარისკენ, მაგრამ არა პასი კოხრეიძეზე, გაექცა დარტყმის მომენტი კოხრეიძეს. ძალიან მაგარი პასი და გორგიაშვილს გაუცუდა ახლა ბურთის აჭრა. დღევანდელ შეხვედრაში გატანილი გოლის ავტორსაც აღარ გამოუვიდა, ვაგნერსაც შეეხება გაუვიდა წინა ეპიზოდში. კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, თავხედური სულა პირდაპირ უმალ სამ ფეხბურთელზე წავიდა, რომლებიც სამტრედიელთა საჯარიმოს მისადგომებთან იმყოფებოდნენ და მაინც გაძვრან არეულობისაც გასაგებია ესეც ვაგნერის ჩანაფიქრიც, როდესაც 2-3 მცველი გეთამაშება ერთად, არწევს მოსაზრება და ამას მეც ვეთანხმები, რომ რიგ ეპიზოდებში ისინი ერთმანეთს უშლიან ხელს. აქ ჩაწოდება დარტყმა და 0-2 მეორე გატანილი გოლი ისევ ჩაწოდებით, ამჯერად უკვე სტანდარტიდან და არა თამაშსაკუთრებული ხარჯვის გარშე. ვნახოთ განმეორებით ეპიზოდი გვარაძე აწვდის საჯარიმოში და კოხრეიძე ნახეთ ტანმორჩილი შემტევი ცენტრფორვარდი რამხელა როგორ ახტა, ეს არის მხოლოდ მუშაობის და ვარჯიშის შედეგი. ვნახოთ, აიწია ისე რომ არც არავის არ დაყნა. აპლოდისმენტები გიორგი კოხრეიძეს. ბული მარჯვენა მცველი. ვნახოთ ამ კარგი შანსის გამოყენებას, ჩაწოდება საჯარიმოში და არ ვიცი, ზაველებს განალაგა უკვე. ვნახოთ ინტერს გი კუპატაძის წინააღმდეგ გამორბენი დარტყმა და მიუხვდა კუთხეს, წინაც გადმოხდა კუპატაძე, მაგრამ 1-2 დაბრუნდა თანდათან, ბრუნდება თამაში. სამტრედია ინტერს გის მორიგი გოლი მიჯრით მეორე ტურში, რუსთავსაც გაუტანა კოდიუარელმა, ძალიან დამაჯერებლად და ცივსისხლიანად შეასრულა ეს 11 მეტრიანი, ამასაც მოხერხება ჩატარებულ შეხვედრაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საბურთალოს მონაწილეობით, რომელიც 3-1 მოიგო. ის შეხვედრა ძალიან სახიფათო მომენტი ინტერს გის საჯარიმოშია და ძალიან არაზუსტა. კოხრეიძემ მიიღო ამასობაში გაფრთხილება შეხვედრის 51 წუთზე. ევინტერა საკმაოდ აქტიურად ეთამაშებოდა აქ ახალაძეს, რომელიც ძალიან კარგად მოხდენილი მოძრაობით ერთბაშად 2 მეტოქეს გაცდა, ოდნავ წინ უნდა ყოფილიყო პასი, აქ დარტყმა და აიღო კუპატაძემ ეს ბურთი. კირკიტაძეზე ოდნავ უფრო წინ უნდა ყოფილიყო. კარგი მოძრაობა ერთი შეხებით, კარგი იყო გოშტელიანი, ვნახოთ კოხრეიძე, გოშტელიანი, გვარაძე, ვაგნერისგან არის პასი დროული საჭირო. რა პასი დახატა და გოშტელიანიც არ ვიცი, ეს იყო ნამდვილი ფერწერა, მაგრამ მოახერხა სტურუამ და გადაარჩინა თავისი გუნდი. გრძელდება საბურთალოელთა იერიში დარტყმა და
ძალიან კარგი შანსი გაანიავეს დედაქალაქმა, თუმცა მაინც გრძელდება მათი შეტევა გვარაძე აკრობატულ ნახტომში ცდილობდა ყოველ შემთხვევაში გაიფიქრა ბურთისთვის. კარში გადაგზავნა ბურთს, კარში გადაგზავნა, გრძელდება ისევ საბურთალოთა იერიში, ახლა სამტრედელთაგან ვიღაცამ უნდა ეს თავის ხრება გზავნის, მაგრამ ვალერი ოხოვის პირველი შეხებაც ვიხილეთ ახლა. ასე ზუსტი იყო გორგიაშვილი, ვნახოთ ეძებს თავის გაგრძელებას, ფლანგზეა კოხრეიძე. ჩაჩუა ეთამაშება ძალიან აქტიურად. კარგი პასი კოხრეიძისგან, გორგიაშვილი პირველი ტაიმის ალუზიას გავდა ერთ-ერთ ეპიზოდს ეხლა ეს მომენტი, მაგრამ ოდესაც მაშინაც კოხრეიძემ დასარტყმელზე გაიყვანა გორგიაშვილი, მაგრამ მაშინ არ ვარგოდა თორნიკეს ცდელობა, აქ დაარტყმა 10-10 ხელზე დიდი ალბათობით. ერთი სიტყვით. კუთხური, რომელსაც გეგა დიასამიძე აწვის დარტყმა და სტურუა. ხიფათი დიასამიძის წოდებული ის მსგავსად ისევ წინა ძელთან ვაშკარად ეს ყველაფერი დამუშავებული აქვს ვარჯიშებზე საბურთალოელებს და დარტყმა კარიდან როგორც ჩანს როგორც მთავარი ასევე გვერდითი არბიტრი ასე თulis და მათი გაწყვეტილებით დაემთხვა წინა შემთხვევაში აქ კარგად მოქმედებენ ართმეოზე და კონტრპრესინგს უმალ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან თამაშობენ საბურთალოელები რამაც გამოიღო შედეგი აი ამ სახით გოშტელიანი აკონტროლებს ბურთს და უკან აბრუნებს გეგა დიასამიძის მისამართით სანდრო ალთუნაშვილი ეძებს თავის პარტნიორთან გაგრძელებას მარჯვენა ფრთაზე რა თქმა უნდა ელვინტერა კარგად მოძრაობს და იღებს ბურთს ბურკინა-ფასოელი ვაგნერ გონსალვეში დაიძრა წინ მაგრამ ულიანოვი იყო დამაჯერებელი უკრაინელი უკანახაზელი კიდევ ერთი ძალიან ჭკვიანური პასი რა დახატეს მიეცით საღებავები შეკლასა საბურთალო მესამე გოლი ძალიან ლამაზი კომბინაცია ძალიან ლამაზი და ვაგნერს როგორც ჩანს ბოლო პერიოდში ბევრი აქ ნამუშევარი ასეთ რბილ წერფის შიდა ნაწილით რბილ გადაცემებზე ნახოთ აი განმეორებით აქ ერთბაშտ ორ ოპონენტთან ორთაბრძოლაში ისევ ეს პასი გააგორა როგორიც ჰქონდა პირველ ტაიმში შემდეგ გეგა დიასამიძე არ დარჩა ვალში თანაგუნდელს და მორიგი ასისტი თავიანთი მონაგარი 6-მდე გაზარდეს ხოლო ვოლკოვს ჰქონდა 3 და აიყვანა თავისი მონაგარი 4-მდე. ერთი სიტყვით და გვარაძეს შორის უნდა გადაგვეწყვიტა. პირადად მე ვფიქრობ რომ კოხრეიძეს კარგი თამაშის და დამაჯერებელი თამაშის გამო ლომის წვლილის მას უდევს იმაში რომ ახლა საბურთალო იგებს ერთ და კი დიასამიძეა შეტევაში ჩართული ჩაწოდება საჯარიმოში და გააქვთ ბურთი კუთხურზე. სამტრედი მორცოთ ისიც რომ კირკიტაძის ჯერი იყოს უბრალოდ ასე მარტივად. ნახოთ, სწორედ დავითი ურტყავს კარის მისამართით და ცდება ბურთი ლაზარე კუპატაძის კარს ჩანაფრჩების. განრიგი, ტორპედო კოლხეთი დაწყებულია უკვე, ხვალკი უკვე 18 საათიდან, ლოკომოტივი, რუსთავი, ჩიხურა, სიონი, ასევე 18 საათიდან და 21 საათიდან დინამო დილა გელოდებათ. კუპატაძეზე საბოლოოდ ამ უკანასკნელს წინ ძლიერი დარტყმის ბურთის თამაში შეყვანა უწევს და საბოლოოდ დამთავრდა შეხვედრა გაიმარჯვა საბურთალომ 3-1 და წრეს რომ პირველ